შედეგებს აღიარებს, თუმცა გულდაწყვეტილია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძეა. ჩემი სტუმარი, ბატონ გიორგი, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ მოხვედით. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, პირველ რიგში მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, რა თქმა უნდა, როგორ შეაფასებთ გუშინდელ დღეს და რას უკავშირებთ აი იმ შედეგს, რომელიც თქვენ მოახერხეთ და გაქვთ და მიიღეთ. ჩვენი შედეგი და პირადად ჩემი შედეგით გასაგებია, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ასე ვთქვათ და ნამდვილად ვერ ვიქნებით კარხასიაძე და ეს ყოველთვის გასაგებია რატომაც, თუმცა რაც შეეხება თავად ამ შედეგებს, ამ ძირითად მონაცემებს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, გამომდინარე იმ ბოლო ერთი წლის პოლიტიკური პროცესისაგან, რომელსაც თვალსაჩინო ვადევნებდით და ვცდილობდით, რომ კორექტირება მოგვეხდინა, მაგრამ ვერ შევცვალეთ, მოსალოდნელი იყო. რა მაქვს ხედულობაში? მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების ალბათ მოსალოდნელი რა იყო? თქვენი შედეგი თუ მოსალოდნელი იყო ზოგადად ის უკვე რაც არის წინასწარი მონაცემები? ჩვენ შემთხვევაში შეიძლება განსხვავება ყოფილიყო, მაგრამ მე ვსაუბრობ ძირითად ტენდენციაზე, რაც მივიღეთ, ხო? თუ ჩვენ ვსაუბრობთ პირველ ადგილზე გასული ადამიანის შედეგზე, ახლა პირველ რიგში მე მაინც რამდენადაც პირველად მიწევს საჯარო კომენტარის გაკეთება გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს როგორც საქართველოს მოქალაქე აღვნიშნო ის ფაქტი რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევნებზე მისული ნაწილის უმრავლესობამ გააკეთა თავისი არჩევანი საქართველოს ყავს ახალი პრეზიდენტი და როგორც საქართველოს მოქალაქის და როგორც პოლიტიკურ ოპონენტს ნამდვილად დიდი სურვილი მაქვს მათ შორის როგორც ოპონენტსაც დიდი სურვილი მაქვს ის იმედები, რომელიც ადამიანებმა მის არჩევას დაუკავშირდეს, ასრულდეს, შესრულდეს, გამართლეს და ქვეყანას ჰყავდეს ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც თქვენ რასეილით პრეზიდენტისგან? ბატონო? ახალი პრეზიდენტისგან თქვენ რასეილით? რა მოლოდინი? მე რასველი ეს მეორე საკითხი არის, მე თავისთავად არ მომწონს ის, როდესაც აი ესეთი პოლიტიკური ზეწოლის, მოსახლეობის დილემის წინაშე დაყენებისა და ფაქტობრივად შანტაჟის გზით მიიღწევა ძალიან მაღალი მაჩვენებლები. როგორც წესი, საქართველოს უახლესი ისტორია კარნახობს და მდიდარია მაგალითებით, როდესაც მაღალმაჩვენებლიან ადამიანებს თავში ძალიან სწრაფად აუვარდებოდათ ხოლმე, უფრო სწრაფად ხდებოდნენ არაადეკვატურები და თუ გავითვალისწინებთ იმ მთავრობისა და ხელისუფლების ბუნებას, რომელსაც დღეს სათავეში უდგას ბატონ ივანიშვილი, მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელი არის. აი ეს თვითდარწმუნებულობის და თვითკმაყოფილების ის ტონი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ხოლმე, ხო, რომ უშეცდომების საუკეთესო ანალიზის უნარის მქონენი, რომ არც ერთ შეცდომა არ დაუშვათ რაც ხელისუფლებაში არიან და ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა მათთვის როგორ გონიათ? სინამდვილეში როგორც წესი ეს მეტი პასუხისმგებლობა კი არ არის ხოლმე, ეს არის თავში ავარდნა. ასე ხდებოდა, ჩემ მოეკა ეს ჩვენ გვინდა თუ არ გინდა მე მომწონს არ მომწონზე კი არ ვლაპარაკობ. დემოკრატიულ საზოგადოებაში დემოკრატიული მანქანა იმიტომ მუშაობს კარგად, რომ მასში შემაკავებელი მექანიზმები, დამაბალანსებელი მექანიზმები არის მძლავრი. პოლიტიკურ სისტემაში ეს არის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტები. ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც ლამის 70%-იანი ხმების რაოდენობით კვლავ ყავს პრეზიდენტი, რომელსაც ზურგს ფაქტობრივად არანაირი პოლიტიკური კაპიტალი არ უმაგრებს, გარდა ერთი კაცის პირადი ნდობისა, როგორც არის ბატონი ივანიშვილი. ეს თავისთავად მიმაჩნია მე, რომ არის არანორმალური პოლიტიკური მოვლენა და ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა სიმყიფე და მოწყვლობადობა აუცილებლად იჩენს თავს. მაგრამ მე მინდა მაინც შედეგებს რომ დაუბრუნდოთ, მე მაინც მიმაჩნია რომ არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩემთვის ნეგატიური და არაპოზიტიური ნაცმოძრაობის შედეგები. და თუ თქვენ მკითხავთ ეს მოსალოდნელი იყო თუ არ იყო მოსალოდნელი, გამომდინარე იმ ერთი წლის პოლიტიკური პროცესიდან, რომელიც ქართული ოცნებისა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მიმდინარეობდა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ლოგიკური შედეგი, რამდენადაც მთელი ერთი წელი თავად ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა პოლიტიკური ველის სტერილიზაციას, გაწმენდას მისთვის არასასურველი პოლიტიკური ოპონენტებისა და პოლიტიკური ძალებისგან. რატომ არის ნაცმოძრაობა მისთვის სასურველი თუ არა მისაღები პოლიტიკური ოპონენტი? ამაზე ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, თუ ამის დრო იქნება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ქართულმა ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა მისცა სრული შესაძლებლობა ნაცმოძრაობას, სრული პოლიტიკური რეაბილიტაციის და პოლიტიკურ მოედანზე, ოპოზიციურ ფრთაზე ძირითადი პოლიტიკური პოზიციების დაკავების. ერთადერთი ამ შემთხვევაში გამონაკლისი ნამდვილად არის ქალბატონი ბურჯაანძე თავისი შედეგით, რომელიც მოსალოდნელთა შეიძლება ახლოს არ დგას, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია,
რომ ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ასე ვთქვათ, აი მესამე არჩევანის კუთხით გარკვეული გარღვევის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ბევრი რამ, რა თქმა უნდა, შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოდ ეს რაც შეეხება თავად ქრისტიან-დემოკრატების გეგმებს და მომავალ პერსპექტივებს, მე მინდოდა თქვენთვის ეს თქვენი არჩევნებში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, მაჩვენებლები ამოვწერე კიდეც, რომ თქვენ შარშან გქონდათ 2.4 მიასედი საპარლამენტო არჩევნებზე, ეხლა გაქვთ აი ამ დროის მონაცემებით 1.6 მიასედი, თუმცა თქვენ დიდი შედეგიც გაქვთ 2008 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე აჩვენეთ მეორე შედეგი და ეს იყო 11.94% თითქმის კი 2010 წელს უფრო სწორედ, ну თითქმის 12%. აი ამ მიზეზებზე მინდოდა გესაუბროთ, პრინციპში თქვენ ამას გარკვეულწილად უკვე გაეცით პასუხი. ამაზე ბევრი ადრეც გვისაუბრია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთ მნიშვნელოვნად, რომ ეს არის ცუდი შედეგი. მიუხედავად იმისა, ობიექტურად, აი გულწრფელად გეუბნებით, ამ საარჩევნო კამპანიას რო გადავხედოთ, მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას ან კანდიდატს ჰქონდა იმდენად მოსახლეობისთვის საინტერესო და ამავე დროს მისაღები, პროგრამა, შეთავაზებები, თუნდაც ფორმა ამის მიტანის, თუნდაც საარჩევნო კლიპებისა თუ პირდაპირ შეხვედრების სახით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ძალიან შეზღუდული ფინანსურად და მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო იმ ენთუზიასტთა არმიას, რომლებმაც ჩვენი მხარდამჭერების სახით მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავეს ყოველგვარი ფინანსური და მატერიალური დაინტერესების გარეშე. ესეც მე ვიტყოდი, რომ დიდი გამონაკლისია ქართულ პოლიტიკაში. გული არ გაიტეხონ ამ ადამიანებმა, ქართულ ქრისტიან-დემოკრატიას აქვს ძალიან დიდი მომავალი. ამას ჭირდება დრო და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს არჩევნები მაინც არის 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ნაბახუსები და ამ განწყობების გამოხატულება, არავის არ უნდა გაგვიკვირდეს ეს შედეგი და ამავე დროს თქვენ ბრძანეთ, აი ეს მაღალი ნდობაო არის თუ არა, უფრო მაღალი პასუხისგებლობა, დიახ ეს ასეა. მე ასე ვიტყოდი ამას, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა გუშინდელ დღეს ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს, გიორგი მარგველაშვილს მისცა ძალიან მაღალპროცენტიანი ნდობის მანდატი, მოკლევადიანი, რომელსაც გასტუმრება ჭირდება. და ეს ერთ-ერთი სხვათა შორის დადებითი შედეგი, რაც მივიღეთ ჩვენ ამ ციფრებით და ამ რიცხვებით, არის სწორედ ის, რომ აღარ დარჩა არანაირი საბაბი, აღარ დარჩა არანაირი მიზეზი ან სუბიექტი, ვისაც შეიძლება გადავაბრალოთ მოქმედი მთავრობის უნიათობა, არაეფექტურობა, პრობლემების მოუგვარებლობა. დღეს ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც ივანიშვილი ფაქტობრივად არის სრული დომინანტი მთელს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეზე. და ჩემი აზრით არანორმალურია, მაგრამ ვერავის ვერაფერს ვეღარ გადააბრალებენ. რა შეცდომებზე შეგიძლიათ თქვენი მხრიდან საუბარი, თქვენ ამბობთ, რომ გულდაწყვეტილი ვარო აღნიშნეთ დღეს, აი რა ფაქტორების გათვალისწინება იყო უფრო მეტად საჭირო, ან შესაძლებელი იყო თუ არა, თუნდაც რაღაც სხვა მოცემულობაში ან სხვა სტრატეგიაში, რომელიც თქვენ მიერ იყო ალბათ დაგეგმილი, სხვა შედეგის მიღება. თუ კონკრეტულად ჩვენ მხედველობაში გვაქვს უკვე 2013 წლის აი ეს არჩევნები 27 ოქტომბრის, მე არ ამგონია რაიმე ფუნდამენტური ცვლილებების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი არსებული ჩვენი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. სხვა თვალსაზრისით მე არ ამგონია, რომ რაიმე ტიპის მიმართულებით ჩვენი ხედვების ფუნდამენტური შეცვლა რაიმე შედეგს გამოიღებდა, მით უმეტეს როცა ამის არანაირი სურვილი არ გვაქვს, რადგან თუ საუბრობთ იდეოლოგიურ ღერძზე, საქართველოს დემოკრატიული დასავლური მომავალი, სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება, ქვეყნის შიგნით ისეთი პოლიტიკური სისტემის ფორმირება, რომელიც მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას დაემყარება, ეს არის ის იდეალი, რომლისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი რამ უთხარით, მოვახერხეთ საზოგადოებისათვის. რაც შეეხება სხვა კონკრეტულ თემებს, აი შეიძლება ბევრი კითხვა ჩდება, რანაირად თუ კი ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა ასეა დაპირისპირებული, სად შეიძლება გარიგებაზე ოპოზიციის ნაწილი საუბრობს, თქვენ თუ უშვებთ აი ამ შესაძლებლობას. კომფორტულია უბრალოდ ჩემოიკა, რადგან აი ხა თუნდაც პარლამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და თქვენ ნახავთ იქ რამდენად საერთო ინტერესები აქვს ამ ორ პოლიტიკურ ძალას. მაგალითად ის გვეტყვით, საარსებო მინიმუმის საკითხი აუცილებლად დადგება პარლამენტში, რამდენადაც 40,000-ზე მეტი ხელმოწერი ჩვენ შეტანილი გვაქვს ეს მოთხოვნა. ვინ გააპროტესტებს ამას, როდესაც ქართული ოცნება და მისი მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა არ მიიღებს. ნაცმოძრაობა ამას ვერ გააპროტესტებს, რადგან თვითონ ნაცმოძრაობამ ჩაგვიგდო თავის დროზე ეს კანონპროექტი.
ხუდონხესი, რომელიც ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი არის დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ დისკურსში. ვინ გააპროტესტებს ამას პარლამენტში? ნაცმოძრაობა, რანაირად, როდესაც ამ პროექტის მომზადებელი და ავტორი იყო ხეთაგური სააკაშვილი და ნაცმოძრაობაა დღეს უმრავლესობაში და ესენი აგრძელებენ. ნამდვილად ერთი არის რიტორიკა, მეორეა საერთო ინტერესები, ეს ინტერესები დიდ ნაწილში ემთხვევა ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობისა და ვერბალურ დონეზე ყველანი ვხედავთ, რომ თქვენი მოსაზრება ასევე მინდა გაიგოს მაყურებელმა ამ უმრჩევლის დაბალ აქტივობასთან დაკავშირებით რეგისტრირებული ამ უმრჩევლის 46.96% არის დაფიქსირებული. ნუ ამაზე საუბრობს თითქმის ყველა. თქვენი აზრით რა იყო აი ამის განმაპირობებელი ნიშანი და რამდენად იმოქმედა მან თუნდაც კონკრეტულად თქვენ შედეგზე? იმოქმედა რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნებს მაინც ახასიათებს ეს თავისებურს მკვეთრად პერსონალიზირებული და აქ აი მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასulis მომენტი საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია, რომელიც აიღებს თუნდაც 5-7%-ს, ეს უკვე სერიოზული შედეგია, შენ ფრაქციის ფორმირებას ახდენ და მონაწილეობს საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში. საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელობა იმას აქვს, ვინ გავა პირველ ადგილს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმასაც ჰქონდა მეორეზე ვინ იქნებოდა ნაცმოძრაობის გრძელვადიანი რეაბილიტაციის კუთხით და ეს ამოცანა ქართულმა ოცნებამ და ნაცმოძრაობამ წარმატებით განახორციელეს. მაგრამ რაც შეეხება სხვა შედეგებს, აი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, мотиваცია ამ მომრჩევლების, რომლებიც ხედავენ, რომ აი მაინცა და მაინც პირველ ადგილზე გასვლის შანსი არ აქვს მათთვის ასურველ კანდიდატს მცირდება. ამან რა თქმა უნდა ჩვენ შედეგზე იმოქმედა და შეიძლება თქვენი შემდგომი ნაბიჯი მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რა გეგმები გაქვთ ამაზე მოკლედ და უნდა დავასრულოთ. თუკი ჩვენს ქვეყანას აქვს ევროპული მომავალი, რომელშიც საქართველოს არ გაითქვიფება, არამედ თავის საკუთარი სახით იქნება წარმოდგენილი, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს ქრისტიან-დემოკრატიული მომავალი. მე თუკი სიტყვა საერთოდ ამოვაგდებდი ამ პერსპექტივიდან, რა ფორმით, როგორ, ის რომ ქართული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იბრძოლებს არა მხოლოდ თვითმმართველობის ყველა შემდგომ არჩევნებში ღირსეული შედეგის ჩვენებისთვის, ეს რა თქმა უნდა გარანტირებულია, რადგან ძალიან მძლავრი გუნდი გვყავს პოლიტიკოსების და მხარდამჭერების, რაც შეეხება ამ არჩევნების შედეგების ანალიზებას, ამისთვის ახლა უკვე საკმარისი დრო გვექნება, მე პირადადაც და ჩემს მეგობრებს, ბევრი მოსაზრება გვაქვს, ჩვენი პარტია დემოკრატიული პარტია და დემოკრატიულად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. მე წარმატებებს გისურვებთ, ბატონ გიორგი. და კვლავ მცირე რეკლამა, რომლის შემდეგაც უკვე ჩვენი სტუმარი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი სანდრო კვიტაშვილი იქნება. დაგველოდეთ.